ამ წუთებში საკრებულო 2015 წლის ბიუჯეტზე მსჯელობს მთავარი საფინანსო დოკუმენტი დღეს უნდა დამტკიცდეს. საკრებულოში იმყოფება ქალაქის მერი, რომელიც დოკუმენტს დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტს ასწავლებს. პარალელურად საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება. რა ხდება შენობაში და მის გარეთ, ამას ეკო მაღრაძე გვეტყვის. ეკო, რა მოთხოვნები აქვს აქციის მონაწილეებს? თბილისის მერს მთავარი საფინანსო დოკუმენტის წარდგენა საკრებულოში საპროტესტო აქციის ფონზე მოხდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული საგზაო ინფრასტრუქტურისთვის თანხები, ასევე საკმარისი თანხები არ არის ჩადებული ბიუჯეტში ავარიული სახლების გასამაგრებლად. ასევე აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ უფასო მგზავრობით ისარგებლონ პედაგოგებმა, სოციალურად დაუცველებმა და სტუდენტებმა იმ ფონზე, როდესაც 2015 წლის თბილისის ბიუჯეტი ითვალისწინებს ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრებისთვის შეღავათებს მგზავრობაზე. დავით ნარმანია კი აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს არ იზიარებს. დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ ეს არის ყველაზე სწორად დაგეგმილი ბიუჯეტი, საიდანაც თანხები პრიორიტეტულ სფეროებზე მიზნობრივად გადანაწილდება. ჩვენ დღეს წარმოვადგინეთ საბოლოოდ დახვეწილი პროგრამული ბიუჯეტი, სადაც დეტალურად გაწერილია ყველა ის ძირითადი პროექტი და პროგრამა, რომელიც ხალხზე ორიენტირებულია. ეს არის ხალხის საჭიროებებზე მორგებული ბიუჯეტი. პენსიონერები, საბავშვო ბაღების პედაგოგები, სკოლების პედაგოგები და სხვა ის სოციალური ჯგუფები, რომელთაც ეკუთვნით შეღავათები, ეს გათვალისწინებულია ბიუჯეტის პროექტით, ცალკეული კატეგორიის ადამიანებით მანიპულირებას აქვს ადგილი, რასაც ნამდვილად ვერ დავეთანხმებით. ეს ბიუჯეტი არის სამარცხვინო. ამ ბიუჯეტში ფაქტიურად შეკვეცილი არის თანხები და არ არის გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის ხარჯები. არ არის გათვალისწინებული სოციალურად დაუცველი ადამიანების, პედაგოგების და სტუდენტების ინტერესები. მიიღონ ისეთი ბიუჯეტი, რომელიც ემსახურება დედაქალაქის ინტერესებს, დედაქალაქელების ინტერესებს. სწორედ ამ წუთებში განიხილავენ დეპუტატები საკრებულოს ხდომაზე 2015 წლის თბილისის ბიუჯეტს. როგორც ცნობილია, ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს ნაციონალური მოძრაობა, ასევე ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატები და დამოუკიდებელი დეპუტატი. მათ კონკრეტული შენიშვნები აქვთ კონკრეტულ სფეროებთან დაკავშირებით, თუმცა ამ შენიშვნების გათვალისწინებას არ გეგმავს საკრებულოს მმართველი გუნდი. დაუჭერთ მხარს ბიუჯეტს, ვინაიდან ეს არის დაპირებების შეუსრულებლობის, სიცრუისა და უქნარობის ბიუჯეტი. ამდენ სოციალურ დაუცველ ადამიანს კი არ მოემატა დახმარება, არამედ მიღმა დარჩა. პირიქით, ჩვენ ზრდიდით დახმარებებს დამატებით 70,000 და 100,000 ფულის ფარგლებში. აქ მსგავს ვერაფერს ვერ ხედავთ. ქართულ ოცნებას სურს თავის მომხრეებისა და ოჯახის წევრებისა და ახლობლების დასაქმებით გადაწყვიტოს დასაქმების პრობლემა ამ ქალაქში და ეს არის შეუძლებელი. 227 ერთეულით შტატების გაზრდა ეს არის ნამდვილად დანაშაულებრივი. გაერთიანებული დემოკრატები წარმოადგენენ ბიუჯეტს, ხარს ნამდვილად ვერ დაუჭერთ, რადგან მასში არ არის გათვალისწინებული დედაქალაქის მაცხოვრებლების უმნიშვნელოვანესი საკითხები. ჩვენ მქონდა უამრავი წინადადება ბიუჯეტთან მიმართებაში, რომელიც დღევანდელმა ხელმძღვანელობამ არ გაითვალისწინა, მათ არ გაითვალისწინეს არც ის დაპირებები, რომელიც უხვად დაარიგა არჩევნების წინ დედაქალაქის მერმა. ბიუჯეტი, მინდა გითხრათ, არის საკმაოდ დიდი ანალიზის შედეგად გაკეთებული და ყველა ეს პროგრამა არის რეალისტური. რა თქმა უნდა, უფრო მეტი საშუალება იქნებოდა კარგი, თუმცა იმ მოცულობიდან და იმ ზედაჭერიდან, რაც არის დღეს 800 მილიონი, მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული ყველა ის ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი, რაც არის დღეს უმნიშვნელოვანესი ჩვენი მოსახლეობის. თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 800 მილიონი ლარი იქნება, როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, პრიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური სფერო იქნება. დღეს თბილისის მთავარ საფინანსო დოკუმენტს საკრებულოს დეპუტატების ხდომაზე დაამტკიცებენ. მადლობთ, ეკო, ეს ეკო